თბილისის სასულიერო აკადემიასა და სემინარიაში საბაკალავრო ნაშრომების დაცვა გაიმართა. დღეს საეკლესიო არქიტექტურის, ხუროთმოძღვრების მიმართულების კურსდამთავრებულებმა თავიანთი ნამუშევრები წარმოადგინეს. შემფასებელი კომისიის წინაშე წარდგნენ იოანე ლორთგიფანიძე და გიორგი ჭყოიძე. სამონასტრო კომპლექსი ძალაანთხევში, ზრუნვა მოკლებულ ბავშვთა და მოხუცთა ურთიერთობის ჰარმონიზაციის სამყარო. ამ თემებზე წარმოადგინეს ნაშრომები კურსდამთავრებულებმა. კომისიის თავმჯდომარე გახლდათ დეკანოზი ბესარიონ მენაბდე. კომისიის წევრები იყვნენ არქიტექტურის დოქტორი ნიკოლოზ აბაშიძე, გეოლოგიის დოქტორი მურად ტყემალაძე, ფილოლოგიის დოქტორი გვანცა კოპლატაძე და საეკლესიო არქიტექტურის, ხუროთმოძღვრების, ხატწერის, დაზგური და მონუმენტური ხატწერის რესტავრაციის ფაკულტეტის დეკანი, დეკანოზი იოსებ ვანიძე. თემის ხელმძღვანელები იყვნენ არქიტექტურის დოქტორი მედია მელქაძე და არქიტექტურის მაგისტრი ნანა აბრამია. წარმოდგენილი ნაშრომები კომისიამ დადებითად შეაფასა და ორივე კურსდამთავრებულს ბაკალავრის აკადემიური ხარისხი მიანიჭა. ვცდილობთ, რომ ჩვენს სტუდენტებს შევასწავლოთ როგორც საერო, ასევე საეკლესიო არქიტექტურის ძირითადი პრინციპები. ეს საბაკალავრო პროგრამა ცხადია და ფაქტიურად ეს არის საფეხური შემდეგ ამ მიმართულებით განვითარებისა. ის რომ სასულიერო აკადემიაში ხდება ეს ყველაფერი, გამომდინარე იქედან, რომ შეუძლებელია საეკლესიო ხუროთმოძღვრებაზე ვისაუბროთ, ან არქიტექტორმა რაიმე დააპროექტოს, თუ მას ელემენტარული ცოდნა არ აქვს, მას არ აქვს სასულიერო განათლება. და ამიტომ ეს ჰარმონიზაცია საერო და სასულიერო დისციპლინებისა, სწორედ იდეა სწორედ ეს იყო სასულიერო აკადემიის სივრცეში ჩვენი ფაკულტეტის გახსნისა და ფუნქციონირებისა. ჩვენ აი ამ პროექტში შევქმნით ორი სივრცე. ეს ტერიტორია მდებარეობს, ესე იგი, სოფელ მუხათგვერდის მოპირდაპირედ და აქ ჩადის მდინარე მტკვარი. მდინარე მტკვრიდან შემოყვანილია, ესე ვთქვათ, არხი, რომელიც ყოფს ერთმანეთისაგან ბავშვთა საცხოვრებელ სივრცეს და აი მოხუცებულთა სივრცეს, სადაც ისინი დღის მანძილზე არიან და საღამოობით ისევ სახლში ბრუნდებიან და აქვეა, ესე ვთქვათ, შექმნილი ის არქიტექტურული აუცილებელი ნაგებობები, რომელიც საჭიროა სწორედ აი ამ ბავშვებისა და მოხუცების ურთიერთობისთვის. ეს არის გასართობი დარბაზები, სპორტული დარბაზები და ასე შემდეგ. თვითონ ამ პროექტზე მუშაობა ძალიან საინტერესო იყო იდეით და კონცეფცია იმდენად საინტერესო, რომ დაინტერესდნენ თვითონ ბავშვები და ცხადია, ისეთი გულისყურით მოვეკიდნენ ამ საქმეს და მე ვფიქრობ, რომ თავი გაართვეს. იმიტომ რომ თემა ძალიან რთულია, როგორც ვთქვით, ეს სახელმწიფო დონის, მაგრამ უკვე ამ თემაზე ფიქრი, აი ჰარმონიზაცია მოხუცებულების, ყოფილი პედაგოგების და ახალგაზრდათაობის, ეს არის 12-დან 16 წლამდე ბავშვები, აი ამ ერთ სივრცეში ყოფნა, ეს ძალიან საინტერესო იქნება. თან ბავშვებს თავის დამოუკიდებელი სივრცე, ძალიან დაინტერესდნენ ბავშვები. გარდა ამისა, დიპლომანტს ეს ერთი თემა არ არის, რაც დიპლომანტებს საკმარისი იქნებოდა დიპლომის დაცვის. მეორე თემა ეს არის სამონასტრო კომპლექსი. სამონასტრო კომპლექსი გულისხმობს იქ ესე ვთქვათ ნაგებობებს, რომელიც აუცილებელია მონასტრისთვის, ეს არის სენაკები, ეს არის სატრაპეზო, ეს არის სასტუმრო, ეს არის პატრიარქის რეზიდენცია და თვითონ ტაძარი. ამიტომ ორი სტუდენტი მუშაობდა აი ამ დიდ თემაზე, განაწილებული ჰქონდათ ეს სამუშაოები და მე ვფიქრობ, რომ ამ ეტაპისთვის ნორმალურად გაართვეს თავი ამ რთულ ამოცანას, ამ ორთავი მიმართულებით. ჩვენი ფაკულტეტი იმითი არის საინტერესო, რომ აქ ხდება ორი სხვადასხვა არქიტექტურული მიმართულების ჰარმონიზაცია სწავლის პროცესში. ესა საეკლესიო ხუროთმოძღვრება და ესა საერო არქიტექტურა. ამიტომაც თვითონ საერო არქიტექტურის არსებობა ამ სივრცეში ნიშნავს იმას, რომ ჩვენ ვზდით ძალიან ჰარმონიულად განვითარებულ ადამიანებს, რომლებსაც შეიძლებათ გააკეთოთ
ორივე მიმართულების პროექტები, რაც დღევანდელ სიტუაციაში და დღევანდელ გარემოში იშვიათობას წარმოადგენს. ამიტომაც დიდი მადლობა თვითონ აი ამ სასულიერო აკადემიას, რომ ამ საშუალება მოგცა ჩვენ. ჩვენი პროექტი ამ შემთხვევაში საერო ნაწილი პროექტისა ეს გახლავთ ზონალურად მოკლებული ბავშვთა და მოხუცთა ურთიერთობის ჰარმონიზაციის სივრცე და რას ნიშნავს ეს? აქ ბავშვები არ არიან ჩაბარებული ანუ უარი არ აქვს ნათქვამი მშობლებს ამ ბავშვებზე. ეს ბავშვები არიან ჩაბარებული და მინდობელი სახელმწიფო ზრუნველობას. ასეთი ფორმაც არსებობს. ამიტომაც ამ ბავშვების გაშვილება არ არის. აქ არის 14-დან 18 წლის ჩათვლით ბავშვები, რომლებიც აქ ცხოვრობენ, სწავლობენ, ესაც საინტერესო სწავლობენ, თავისი სკოლა არის აქა. შესაბამისად ამისა თვითონ აი ამ მაკეტზე და ნახაზებზე ჩანს თუ როგორი სამყაროა შექმნილი აქ. აქ ბავშვთა სამყარო, იქ მოხუცთა სამყარო, ოღონდ მოხუცები როგორ არიან აქ? ესენი არ არიან მოხუცთა თავშესაფარი, ეს არის მოხუცთა დღის სამყოფი. ეს არის ცალკე თემა, რომელიც მსოფლიოში ძალიან პოპულარული თემას წარმოადგენს. ამ თემაზე 90-იან წლების დასაწყისში კონკურსი გამოცხადა თავის დროზე საქართველოში და კონკრეტულად თბილისში და შესაბამისად ეს თემა ეს პროექტი უნდა აშენებული იყო თბილისში, მაგრამ მოხდა თბილისის ომი და შესაბამისად ამისა ეს თემა საერთოდ მიძინებული გახდა. დღეს ჩვენ ამ თემას, რომელიც 30 წლის წინანდელ აქტუალურ თემას წარმოადგენს და მსოფლიოში დღესაც აქტუალურია, აი ამ სივრცეში ჩვენ ამ თემას ვაცოცხლებთ. ჩვენი სადიპლომო ნაშრომი შედგება ორი ნაწილისგან, ეს არის საეკლესიო და საერო არქიტექტურა. შესაბამისად ჩვენ წარმოვადგინეთ ორი პროექტი. ეს არის მამათა მონასტერი ძალაანთხევში, იოანე დამასკელის სახელობის დახურული მამათა მონასტერი და ასევე მეორე საერო არქიტექტურა, ეს არის ერთგვარი პანსიონი ზრუნავმოკლებული ბავშვებისა და მოხუცთა ურთიერთობის ჰარმონიზაციის სამყარო. ჩვენ ამისთვის გვქონდა მოცემული მეოთხე კურსის მეორე სემესტრი და შეიძლება ითქვას, რომ სრულად შევასრულეთ ჩვენი დავალება. ჩვენი სადიპლომო ნამუშევარი შედგება ორი ნაწილისაგან, ეს არის საეკლესიო არქიტექტურა და საერო არქიტექტურა. საერო არქიტექტურაში მოვიცავთ თემას ბავშვთა და მოხუცებულთა თავშესაფარს, დღის სამყოფელს, რომელიც სხვადასხვა შენობებით არის დაპროექტებული, სხვადასხვა სივრცეს მოიცავს.